ქუთაისში ვცხოვრობ დაბადებიდან, აქ დაბადებული გაზრდილი ვარ. რანაირად არ არის ადაპტირებული ქუთაისი. ქუთაისი კი არა, სრულიად საქართველო არ არის ადაპტირებული. აქ შეუძლებელია შეშმოპირმა იცხოვროს, გადაადგილდეს, იმუშაოს, დასაქმდეს, აი ეს არის გამორიცხე. შენობები არ არის ადაპტირებული, ყველგან კიბეებია, აგერ მერია აიღე, მარტო პანდუსია გაკეთებული, შეხვალ პანდუსით, დამთავრდა, არც ლიფტია, მეორე სართულზე ვერ ახვალ. ტუალეტი არ არის ადაპტირებული, ტუალეტი რომ მოგინდეს სადმე ვერსად ვერ შეხვალ. თუ გინდა აგერ ახლა ბაღი რო გააკეთეს, რო დავათვალიეროთ ახლა და გავიდეთ, არსად არ არის ადაპტირებული ტუალეტი, რო ეტყვით მოსარგებლე, უბრალოდ რო ბაღში გამოხვიდე და დაჯდე, ხო? ტუალეტში ვერ შეხვალ, ვერსად. ახლა აქამდე მოსვლამდე იმ მხარეზე რო ავედი, ასასვლელი იყო, გავიარე, ჩამოსასვლელი არ იყო. დავბრუნდი უკან, ჩამოვედი გზაზე, ვიარე გზაზე. მე აგერ ამოსასვლელი ვნახე, შემოვედი. ანუ ასეთი დაბრკოლებები არის ძალიან ბევრი. აფთიაქში ვერ შეხვალ, ბანკში ვერ შეხვალ, მაღაზიაში ვერ შეხვალ, კაფეში ვერ შეხვალ. ბევრჯერ მინახია, სადაც ტრაფარეტი არის შეშმო პირის პარკინგის მანქანა და აყენია იქ ჩვეულებრივი მანქანა, ანუ შეშმო პირის მანქანა არ არის. და სადაც არის ხოლმე ჩასასვლელ-ამოსასვლელები ტროტუარზე, იქაც მანქანები კეტავენ გზას, ვერ ჩადიხარ და ვერ წამოდიხარ მანქანის გამო. ხო, და ამაზე რეაგირება არ ყოფილა არასდროს. მე არ მინახავს, რომ ვინმეს ან ჯარიმა დაეწეროს, ან რამე ყოფილიყოს რეაგირება მაგ საკითხზე, არ არის. საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება, ჯერ არის ძალიან პატარა, ჩვენი ავტობუსები კი მიდის ეგერ. მერე გააჩერებს მძღოლი და ამ პანდუს რო გადმოწევს, არის ჰაერში დაკიდებული ეს პანდუსი და იქ 4 კაცი თუ აგიყვანს, მეტი ვერა, იმიტომ რომ არ აჩერებენ სტანდარტურად, ანუ ევროპაში ავტობუსი რომ მოდის, აჩერებს სტანდარტულად ამას, რომ თვითონ ჩამოდის მძღოლი, გადმოგიწევს პანდუს და დაუბრკოლებლად ადიხარ. აქ არ არის მასე, მძღოლს რო უთხარი, რატო არ ჩამოდიხართ, თქო? მეო ბატონო, პატარა ხელფასი მაქვს. იმიტომ არ ჩამოვდივარ, ასე მითხრა. დედაჩემმა გადმოწია ის რკინა, ძლივს, დედაჩემმა დაკეტა და დედაჩემმა ამიყვანა. მომეხმარა თან კიდე ხალხი, იმიტომ რომ შეუძლებელია იმ პანდუსი ასვლა, ასე არის დაკიდებული, ქუჩაში აჩერებენ. ეგეც არ არის ადაპტირებული და მოწესრიგებული. ანუ რა ვთქვა, არ ვიცი, რა დავასახელო, რომ არის ადაპტირებული და მოწესრიგებული თავიდან ბოლომდე. ეხლა ბოლოს ვიყავი შეხვედრაზე მერთან. ანუ მერის მოადგილე შემხვდა და რო ვუთხარი, რომ აი მე სახლი არა მაქვს უკვე 10 წელია და ყოველ წუთში ვწერ ამ განცხადებებს, განცხადება დაწერე, აზრი არ აქვს, მაგრამ კაი წერ. და ვიყავი ბოლოს შეხვედრაზე, რომ დავლაპარაკებოდი ამ საკითხზე და ჩამოვიდა ქვემოთ. ქვემოთ ჩამოვიდა და პირველ სართულზე ვილაპარაკეთ გარეთ კორიდორში. ასე ყველა ხალხთან ერთად. ნუ მერის კაბინეტი არის მეორე სართულზე და ვერ ავდივარ, იმიტომ რომ ლიფტი არ არის. მაგის გამო ჩამოდიან ქვემოთ და მელაპარაკებიან ქვემოთ კორიდორში. და არა ოთახში სადმე განმარტოებით შეიძლება, მინდა რომ ადამიანს ველაპარაკოთ ცალკე და არ გავაგებიო ახლა ყველას. მე რა მინდა რომ ველაპარაკო, ხო? ეს არ არის ამის შესაძლებლობა. მაშინ უნდა ამიყვანოს ხელში მეგობარმა, ხელით ამიყვანოს მეორე სართულზე, ჩამომიყვანოს ხელით და ასე. 2017 წლამდე ვიყავი აქ ორგანიზაციაში, შეშმოპირთა ორგანიზაციაში ჩართული და ხშირად ვქონდა შეხვედრები მერთან. და ყოველთვის, ნუ ასვლაზე პრობლემა იყო, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ხელით ავდიოდი, ზოგჯერ ქვემოთ ჩამოდიოდა, მაგრამ ამ საკითხს რაც შეეხება, ხო, ყოველთვის ვეუბნებოდით ჩვენ პრობლემებზე, პანდუსებზე, გადაადგილებაზე, მაღაზიების შესვლებზე, აი ტუალეტებზე, აი ყველაფერზე რაც აქ ვილაპარაკე, მე ყველაფერზე ვილაპარაკობდით ჩვენი იქ. მაგრამ შედეგი არ არის, არა. რამდენიჯერ იცი, რამდენჯერ შევხვდით და რამდენჯერ ვილაპარაკეთ, მარტო მე კი არა. ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი შეშმოპირი არის ამ ქალაქში, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან ისე, როგორც უნდათ. იმათთან ერთად, აი, ყველა ვიყავით ჩვენ შეხვედრაზე მოსულები და ყველამ ველაპარაკეთ, მაგრამ მის მერე 1000 მერი გამოიცვალა და ახლა ვინ არის მერი, ისიც არ ვიცი. წერილობით მივმართე მხოლოდ მაშინ, ანუ ბინის საკითხზე, ანუ საცხოვრებელი არ მაქვს და სულ წერ მაგაზე განცხადებას და დანარჩენზე არ დამიწერ განცხადება. მე უბრალოდ არ მჯერა, რომ რამე გაკეთდება, იმიტომ რომ განცხადება იმდენჯერ მაქვს მე თვითონ დაწერილი, ანუ შეშმოპირი ვარ და 10 წელია სახლი არა მაქვს და ხან კი საზღვარგარეთ ვიყავი, მაგრამ სამკურნალოდ ვიყავი და რო ჩამოვედი ახლა მე ნათესავის ბინაში ვარ და რატო უნდა ვწვალობდი ახლა ხან იქ უნდა ვიცხოვრო, ხან იქ, ხან ქირაში, ხან ნათესავთან და ასე უნდა ვიწვალო, როცა შეუძლიათ ამათ მე როგორც შეშმოპირი დამაკმაყოფილონ ერთი ოთახი მაინც გამომიყონ, შეუძლიათ, მაგრამ არ აკეთებენ. და ახლა მე არა ვარ იმაში დარწმუნებული, რომ მე რო დავწერ მაგას პანდუსები გააკეთეთ და ეს გააკეთეთ, რომ ეგ გაკეთდება. არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ